გამარჯობათ, მოგესალმებით. ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივის დროა, მე კი შორენა ჭიაურელი ვარ. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიქნები თქვენთან, რა თქმა უნდა, მე დაველოდები ჩვენს ერთგულტელი მაყურებელს, მათ შორის რადიო მსმენელს, რომელიც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105-ზე და 1-ზე. 0322 388 ეს კი ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია, ასე რომ გეველოდებით შემოგვერთდით, ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა ნარკოპოლიტიკას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ დაახლოებით რამოდენიმე დღის წინ ქართული ოცნება მსჯელობს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები დააკანონოს. სწორედ ეს საკითხი მინდა რომ გავშალოთ დღეს ჩვენს მაყურებელთან ერთად, ამიტომ კითხვის ფორმულირება ასე გამოიყურება, არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაფხრელად. ასევე საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია, არის თუ არა მოზარდებში ნარკოდამოკიდებულების პრობლემა. მაშინ ასე, დიახ 0322 388 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დიახ და კი ბატონო 557 88 55 ამ საკონტაქტო ნომერზე შეგიძლიათ შემოგვერთდეთ სამწუხაროდ ის ნომერი რომელიც აღვნიშნე ტექნიკური ხარვეზი იქნება, ამიტომ არ დაიბნეთ 557 88 55 88. ვინც ტელევიზიით გვადევნებს თვალს, მონიტორზეც ხედავთ ჩვენ საკონტაქტოს, ასე რომ მე უკვე ველოდები მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება და ისაუბრებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დიახ, მაშინ ასე. ქართული ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს, ამ მიმართულებით ცვლილება სხვადასხვა კანონში შედის, იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები და მკაცრდება ზომები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ ინიციატივის გამოჩენა ცინიზმია, რადგან მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს გარეშე ვერ ფუნქციონირებენ, ხოლო ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ერთადერთი დანიშნულება მუდმივი უკმაყოფილების გამოხატვა და ასევე ქართულ ოცნებაში გვეუბნებიან, რომ ნარკორეალიზატორებისთან დაკავშირებით დაუნდობლები იქნებიან და ამიტომ ეს კანონი, რაზეც მუშაობენ აქტიურად, სწორედაც მათზეა მორგებული და ამიტომ მაქსიმალურად იქნება დაცული ის, რომ ვინც იქნება ვთქვათ, აი ამ ნარკოტიკების გამსაღებელი, ასე რომ ვთქვათ, უმკაცრესად დაისჯება და არა მხოლოდ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეტაპობრივად მივყვებით. თუმცა პირველი მაყურებელი უკვე ხაზზე გვყავს, მოგესალმებით, გისმენთ ყურადღებით, როგორია თქვენი დამოკიდებულება? გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით თქვენს და პატივს საზოგადოებასაც. დიახ. როგორია და ახლა მოგახსენებთ ნახევრად უფრო იუმორნარევით და შეიძლება ეს შეგვიძლია. ოთხი მე დაუსვამ კითხვას თანამოქალაქეებს და ზოგადად ყველას, თუნდაც მთავრობის წევრებს. მე გინახავთ ისეთი მიწოდებული ბარიგა, მე მინახავს, რომელიც მეგობრებო ის სინათლეს ვეღარ იგებდა, ძალიან დიდი რაოდენობით 140,000 კაკალის უბოტექსი. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა წარმოუდგენლად. და დიდი ორგანიზაში, ასე ვთქვათ, მოაგვარა და გარეთება. რა თქმა უნდა, ზოგადად ისეთი უკვე თანხა გადაიქცა, მოდი მილიონზე არანაკლები. ეხლა ეს ხო სისულელი არა, ხალბატონ ჩვენ და არ არსებობს ეს რაღაცა. უბრალოდ ფეხობას ვიღაცას დასანახად დაიჭერენ, ვითომ შეაჩიჭებენ და გადაწყვეტა ისე როგორც ამბობდნენ, უბრალო ხალხზე, პროლეტარიატზე, ვთქვათ და უბრალო ხალხის შვილები დაჯარიმდებიან, დაუბედურდებიან, როგორც ამბობენ, მას აქვია იზულებით ომაზე თუ არის კიდე კარგია, გაამწესებენ და ასე შემდეგ. ისე რომ არაფერი მაგას მედიტოვის შედეგი არ ექნება, ამ წენს ვერ მოეკრევიან, როგორც არაერთხელ ყოფილა თქვენ ეთერებში, ისევე როგორც ლუდომანიას, იმიტომ რომ სახელმწიფო უბებრძვის, მაგრამ სინამდვილეში ხელს უწყობს და აპოპინებს. უბრალოდ მეგრავს, მაგრამ და მეც მომიტევი ჯარგონზე და წველი. აი ეს არის სამწუხარო ბალატონი. მეტი არაფერი. დიახ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ ზარისთვის, აქტიურობისთვის, რა თქმა უნდა, ლუდომანია ახსენეთ თქვენ, აზარტული თამაში, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთ უმთავრეს და ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ცალკე საკითხი, თემა, რომელზეც ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ და ისევ დაუბრუნდეთ ნარკოპოლიტიკას. მე მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ
ცვლილებები ამ მიმართულებით 8 სხვადასხვა კანონს შეეხება, მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი, კანონი, ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ და სხვა. ამ კანონ პროექტით სასჯელის ზომები იზრდება როგორც ძველი ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის, ასევე გასაღებისთვის. ნარკოტიკული საშუალებების დამზადება ან მისი უკანონოდ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 500-დან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. ასეთი ადმინისტრაციული სამართალო დარღვევის ჩადენა ასევე გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასა და დამნაშავისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები კი ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის დეპუტატები არიან. რას ფიქრობს მაყურებელი, როგორია თქვენი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ინიციატივა, რომ გამკაცრდეს მაქსიმალურად და იყვნენ დაუნდობლები. მოგესალმებით, მაშინ როდესაც ლეგალიზებას ხელი შეუწყოს, ესეც უნდა აღინიშნოს აუცილებლად. გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ თუ შეიძლება. იბატონო. იცით რა არის მე მინდა მიმართო თქვენ სმენელთა იმ კატეგორიას რომლებიც ნორმალურად ვერ აღიქვამენ ჩვენი ხელისუფლების ჭმედებას. მე ძირითადად მხედველობაში მაქვს კანონების მიღება არ მიღება. უპირველეს ყოვლისა მინდა რომ გადაავლოთ წარსულს თვალი, ანუ მოსვლის სახელმწიფოებისა დღიდან დღემდე, რომელიც თქვენთვის მოტონებული დანაპირები შესრულდა. არც ერთი თქვენადად ამის სახელით იბატონო. აქედან გამომდინარე ამ კანონის მიღება მე აღნიშნე რამოდენიმე დღის პირდაპირ ეთერში დღესდღეობით არის არასწორი. იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მისი განხორციელება. მე მხედველობაში მაქვს ის კატეგორია, რომელიც უშუალოდ ხელისუფლების მომხრეები არიან. იარაღი ბევრს დააქვს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ არავითარ შემთხვევაში ეს კანონი არ ეხება. თუმცა და სულ მალე მე გამოვაქვეყნე სიას ტაქსებს წინ. და თქვენ მათ მიმართ ვერ მოახდენ. აქედან გამომდინარე ყველაზე ვისაღები ვიანური იქნება შეიქმნა სპეციალური პროგრამა გამოიყოს სტატიები ისაც პრეზიდენტში დასწრებს და ის ახალგაზრდობა რომელიც განცდებს უკვე სასიკვდილოდ და ბევრი სტანდარტიულად მათი კონკრეტია იქნებ გამოწვეული. დიახ, დიდი მადლობა ბატონო თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით. საინტერესო პოზიცია გქონდათ. მადლობა 557 88 55 88 ჩვენი საკონტაქტო ნომერი გახლავთ, ასე რომ შეგიძლიათ შემოგვერთდეთ, საუბრობთ საკითხზე, არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაფხრელად. ველოდებით მაყურებელს, რომელიც ხაზზე გველოდება, გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. შუადღემ მშვიდობა. დიახ. ჩემი ბებია, ჩემო შორენა, მე გურიიდან გიკავშირდები ჩვილო. მაგაზე კაი, რა იქნება თუ მაგ ნარკო დამოკიდებულება და მაგას მოსწობენ, მაგრამ აი არ მგონია და კიდევ მაგაზე უარესად მიმაჩნია მოფრმაშები, რაცხაც პრინტოვალი მუშაობთ, რაცხაც ცოდვა, ჩემი ბები, ჩემი ჭირიმე. მაგაზე მოგვესმა რომ დეიფცო ოჯახები მშობლები, წარსული, საზღვარგარეთ, შრომობენ და შვილები აღზამიან. ათმანერომე არიქა, ახლა დღეს 20 ლარი მინდა, ხვალე 30 მინდა, 50 მინდა. მაგას ულჩველო, ჩემი ბებიე რაცა.
შენი სუნის პირიმე და ბოდიში და მაპატივეთ მე. რას ბრძანებთ? მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის. გვირეკავთ 557-88-95-88. იცით რომ ქართულმა ოცნებამ მოამზადა ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორია თქვენი შეფასება? გვეკავშირდებით აღნიშნულ საკონტაქტო ნომერზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთან ერთად შემუშავდა ანტინარკოტიკული რეფორმა, რაზეც მუშაობენ. მისი განცხადებით მმართველი გუნდი აპირებს მომავალი თაობების გადარჩენისთვის ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად აქციოს. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მან საკმაოდ დეტალურად ჩაშალა თუ აი ეს ახალი კანონი რას ითვალისწინებს და რას ასჯელზე იქნება გამახვილებული ყურადღება. ბუნებრივია ჩვენც ვისაუბრებთ, პარალელურად საინტერესო იქნება მაყურებლის აზრი, ამიტომ მოდით გავიგოთ მისი პოზიციაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. მაინტერესებს ერთი რაღაცა, იცი? ეხლა რომ ამბობთ რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერებები ეხლა აუკრძალოთ. დიახ. მამუკა მდინარაძე მაშინაც ხო იყო იმ მთავრობაში? კი ბატონო. მთავრობაში ხო? დიახ. არა. ხო იყო. ხო დაუშვეს ის მომხმარებლის წესი რაღაცა ხო დაუშვეს ისე ჩაკურ. ხო და შეიძლება ეს აზრი ახლა რა არის? ახლა რას ვამბობთ? ადამიანს მივაწოდოთ ნივთი. ახლა ავხსის ხანალი, იმიტომ მე მომხმარებელი არა ვარ, გამწვიდველი არა ვარ და არც არასოდეს მომიხმარები და არც მაინტერესებს მაგის არსებობის ვითარების შესახებ გაგება და თუ ვინმე მომხმარებელი კიდე მინდა ის რომ ყველამ დაანებოს თავი და იმიტომ დედასა, შვილსა, მამასა, ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობენ ხალხი, საჭირო ხდება. იმიტომ მომხმარებელი ძალიან თუნ მდგომარეობაში ხდება მე. ეს მე ვინმეს დანაშაული არ არის. ეს დანაშაული არის ჩვენი მიღებული ის პირველი კანონი. როცა მივიღეთ ის კანონი, მე არ მივიღე ახლა. ჩვენ მივიღეთ, ხო? ჩვენ ვართ მთავრობაში ყავს მამუკა მდინარაძე იქნება თუ ვინ იქნება თუ რა იქნება ის ჩვენი არჩეული ხალხია ვინც უნდა გადაწყვიტოს და უხელმძღვანელოს სხვადასხვა სფეროში საქმიანობას ხო ავირჩიეთ ადამიანები რომ ჩვენ ყოველდღიურად ხო 1000 კაცი ვერ გაგცემს პასუხს ყველაფერს ერთმა ადამიანმა უნდა გაქცეს პასუხი ხო და შეგვეძლო თავიდანვე არ მიგვიღო ეს კანონი არ შემოგვეტანა იგი. დიახ, ნახეთ, იცით რა არის, აბსოლუტურად მესმის. ხაზე იყავით. თუ შეიძლება, მე მინდა კითხვა დაგისვათ. ძალიან სწორ პარალელს ავლებთ სრულიად, იმიტომ რომ იყო სახელმწიფო წარმომადგენლობა ლმობიერი, ხო? მანამ სანამ აი ამ ახალ კანონზე დაიწყებდნენ საუბარს. რა მიზანს ემსახურება? ხო, ლოგიკურია ეს შეკითხვა. თქვენი მოქალაქეობრივი აზრი. რა მიზანი აქვთ? ეს რაღაცას გეტყვით კიდე. მე ახლა უბრალოდ მომხმარებელი არა ვარ. მომხმარებელი არა ვარ. მაგათ ვერავინ დამიმსკიცა და თუ დამიმსკიცეთ, ვინ დამიმსკიცა, ჩემზე თუ რამის სურის ძება. ჭირდება ადამიანს. იმიტომ რომ 40 წელსაც აქში ვარ და ჯერ გაცინვის სიგარეტის გარდა მე მეჭირამი არ მომიხმარებია ცხოვრება. ამის დანებებას ვაპირებ თავს კიდე. ვეცდები ყოველთვის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მამუკა მდინარაძეს ერთი მესიჯი მინდა გაუგზავნო. მაშინაც იყო მთავრობაში, ეხლაც არის მთავრობაში და რა არის? იცი, ეხლა რა გამოდის? იცი, ჯერ მივაწოდეთ ის დამპალვის სახეობა ადამიანს. ეხლა რას ვთხოვთ იცი? რომ რაფერში დაანებებ თავი, თუ არ დაანებებ, საგიჭებ. კი, თან სასჯელი ნამდვილად არ არის მცირე. ხო, არა, დაგიჭერ, მოგაშორებ სახელმწიფო სამსახურეობრივობას, ჩამოგაშორებ კატეგორიებს. ეს არ შეიძლება, ეს მიდის მერე. არა, კი არ მიხარია ეს სიტუაცია, კარგია, კანონის შემოღება, კარგია, რომ მოისმობა, ეგ ის კარგია. რატო იცი?
მომხმარებელი მაინც იქნება. იყო, არის და იქნება. ყოველ შემთხვევაში ყველა მიზანს დასახულზე, ყველა საქმეში, რაც გინდა იგი იყოს, ხო? არის და იქნება. ვერ ამოიღებ ძირფესიანად, მაგრამ შეიძლება. კი ბატონო, დიდი მადლობა. ძანეთ თუ შეიძლება. როგორც სიმსივნის შეიძლება რომ შეგვიძლია ადამიანს გახანგრძლივება ცხოვრების ისე შეგვიძლია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, უღრმესი მადლობა დაგემშვიდობებით. მე მინდა შემდეგ მაყურებელს დავალოდოთ, რომელიც დაგურეკავს 557 88 55 88. საუბრობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ იცით რომ დიახ, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვის კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ასევე ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე დადგინდება თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად, დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითიც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკის გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. 2025 წლის 1 ივნისიდან იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება და ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ასევე მცირედ და შემდგომ მაყურებელს შემოვიყვანთ ცვლილებები გამკაცრების მიმართულებით შეეხება სისხლის სამართლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც. რას ფიქრობს მაყურებელი, როგორია თქვენი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით? არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაყრელად? გითმობთ ეთერს, გამარჯობა. დაუწიეთ თუ შეიძლება ტელევიზორს და მე გითმობთ დროს, რაც დაგჭირდებათ. მოგესალმებით. Алло. მოგესალმებით ბატონო, ისაუბრეთ. Გაიხარე ეხლა. დიახ. როდესაც ერთი მაინტერესებს ისი ნარკომოვაჭრეებზე გამკაცრება ესეც უხნიათ საერთოდ სამუდამოდ ჩაუსიათ მაგეთ. მომხმარებლებს ასეთშია. ვერგავი, ავადმყოფები არიან ესე. ისინი არიან ავადმყოფები და უნდა უმკურნალონ. ისინი გარონ დაიჭირო. უნდა უმკურნალონ. აქამდე რომ მიუჩეს ნარკოტიკები, აქამდე იმიტომ არიან მომხმარებლები. ამიტომ ახლა მიხედო და უმკურნალონ. კომუნისტები ზრუნს მკურნალობდნენ, მაგათ უფასო ისინი იყო და ეხლა რა მოხდა? სამწუხაროდ წარმოიდგინეთ. ვისაც უნდათ ეს ნარკოტიკი კიდე? ადგენ კეთილინებონ და აფთიაქებში მიცემ პირდაპირ. ეს შეაგროვდნენ კომუნისტების დროს. თავარია, გამსაღებელი ეხლა ერთი მაინტერესებს კიდე. კომუნისტების დროს ერთი ანეკდოტი იყო, შენგენაცალე. ობეხერში მუშაობდა ხოლმე და გამყიდველებს იჭერდა იმაზე. ეს მოიპარა პატარაო და ბლარი და ორი ლარი. და ერთმა ჭკვიანმა გვაც მოუთხრა. მოდი იმაში მაღაზიებში კი არიანოთო. საწყობიდან დაიწყეთ, საწყობიდან, საიდანაც მაგ გამოდის. იქიდან. ხოლმე მაგედა უნდა გააკეთო, რამაც ასერჩია. მეორე კიდე ერთი მინდა ამასთან ერთად ერთი თქვა. ის ეკოლოგიური ისო არის, პოლიციასავით რო არის და მანქანებს რო დაძდევს, გამონაბოლქს. 2 საათს ადლებს, რომ გადაამოწმდეს ეს თვითონ რასაც უნდა როწერა. 2 საათში რომ მიდიხარ იქ ტეხაგრიცკო ტექბიუროში მეთქი, კაცო რაღაცა როა იქ ტექნიკური ის. იქ 2 საათი მარტო რიგში გინდა. დიახ. იქ მარტო რიგი 2 საათი რიგი უნდა. როგორ უნდა მოასწრო იმის გაკეთება? ესე იგი ძალიან ზოგადია.
ნარკო მოვაჭრე უნდა აუცილებლად იყოს ყველაზე უკაცრად დასჯილი მორჩა იმა დაანებო დავატყობ ხალხსა ვიღაცა სწორი ბრძანებით თუმცა კიდევ ერთი პრობლემა რომ მიაკითხონ იმაზე სასოფლოზე რა სასოფლოულაც არ თვალ ვერ გავიგებე დიახ სარეაბილიტაციო ცენტრები ესეც ხომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება ჩაითვალოს მაშინ როდესაც საუბრობთ რომ არაერთი ნარკომომხმარებელი მარიხუანას გულისხმობთ თითქოს დათვლიან რომ სუბუქი ნარკოტიკული საშუალება მაგრამ ძიმე ნარკოტიკულადაც შეიძლება ჩავთვალოთ მაშინ როდესაც პირი დამოკიდებულია აი ამ მარიხუანასთან რომელიც იწვევს შემდგომში ფსიქოლოგიურ პრობლემას და არა მხოლოდ უნკურნალო კეთილი მადლობა დაიჭირონ და ოჯახი კი აბა გააუბედურონ ჯარიმები უნდა უნკურნალოს სახელმწიფო მაგას დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მე მინდა შემდეგ მაყურებელს დაველოდო 557-88-95-88-ზე გვეკავშირდებით მე მინდა განვაგრძო ბატონი საკითხზე საუბრობდა სარეაბილიტაციო ცენტრი რომელიც შეიძლება ითქვას იმდენად მწირი რაოდენობით არის ჩვენს ქვეყანაში რომ არ არსებობს ესეც კი ვთქვათ მაშინ როდესაც არაერთი ნარკომომხმარებელია ჩვენს ქვეყანაში შემსუბუქებული იყო ხომ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს კანონი ჯერ ინიცირდება და ძალიან ბევრი მომხმარებელია და დამოკიდებული აი ამ მოსაწევ საშუალებაზე მარიხუანას ვგულისხმობ და ასევე ლუდომანი ახსენა ერთ-ერთმა მაყურებელმა ის ადამიანი ვინც ასევე აზარტულ თამაშზეა დამოკიდებული მასაც სჭირდება დახმარება მისთვისაც აუცილებელია სარეაბილიტაციო ცენტრი თუმცა სახელმწიფო ამ მიმართულებით რატომღაც აქტიურად არ არის ჩართული რომ ადამიანებს ვისაც აქვს სურვილი ნებაყოფლობით რომ რეაბილიტაცია გაიარონ იყოს შესაბამისი დაწესებულება სადაც ის აი ამ პრობლემას დაძლევს და იმკურნალებს არ გვაქვს სამწუხაროდ ეს საშუალებაც შეგიძლიათ ამ მიმართულებითაც ისაუბროთ შემდეგი მაყურებელი გველოდება ხაზი და გავიგოთ რას ფიქრობს საკითხზე მოგესალმებით გამარჯობა კიდევ ვერეკავ ერთხელ არ დამისრულებია საუბარი და გამიცისეთ არა პრობლემა კი გავაგრძელებ მაგ კი ბატონო თუმცა მოკლედ თუ შეიძლება კი ხო აზარტულ თამაშებზე თუ გინდა ნარკოტიკებზე თუ გინდა რაც გინდა ის იყოს ხო დღეს ახლა 20 წლიან და 15 წლიან ციხეს რომ ვაძებ ეს არ უნდა იყოს ეს არ შეიძლება ეს ძალიან ცუდ ვითარებაში გადაიყვანს ადამიანს. იმიტომ 20 წელს რომ ადამიანი ციხეს ჩასო ის რომ იქიდან გამოვა, თუ იქნება 39 წელს ის როგორც ის ცხოვრების გაგრძელება უფრო სხვა სფეროდან შეიძლება. არ შეიძლება იმერაფერ დასაწყის სფეროდან რაც უცხოურია იმიდან არ დაიწყებს. და ამის გარდა კიდე ეს თამაშები, აზარტული თამაშები, აქო დაღუპულია ახალგაზრდობა მთლიანად დაღუპულია. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, რა იქნება, ჩემი ძმა იქნება, იმის და იქნება, არ აქვს, მაგრამ თავარი ეს კანონი რომ შემოიღეს, აქ დაპატიმრება კი არ უნდა იყოს, დახმარება უნდა იყოს, გამოყოფილი იყოს ფსიქიატრიული სამედიცინოდან, თუნდაც ისე რაღაც სიცხვიერი დახმარებით, აკრძალვა, ან რაღაც თორე, ციხეში ადამიანი ჩასვა 20 წელი და 15 წელი ის რომ გამოვა უკან რა დარჩა სწორია უღრმესი მადლობა თქვენ ჯარისთვის დაგემშვიდობებით ფაქტობრივად შემდგომი საკითხით შემოვიდა აზარტული თამაში ლუდომანია იგივე გემბლინგი ხომ ადამიანი რომელიც დამოკიდებულია ისეთ საკითხზე რომელიც აცნობიერებს რაღაც მომენტში რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მაგრამ ვერ ელევა და თავს ვერ ანებებს იმ აზარტს რა მოცემულობაშიც არის და უამრავი პრობლემა არაერთი სუიციდის მცდელობა ბევრი მაგალითი ყოფილა რაზეც ჩვენ არაერთხელ საუბრია ობიექტივის პირდაპირ ეთერიდან. შემდეგი მაყურებელი გვერდდება. მოგესალმებით და თქვენც გითმობთ დროს გისმენთ ყურადღებით. მოგესალმები შორენა გენაცვალე. გამარჯობა. ისმის შემიხმა შორენა. დიახ, მესმის. კი, ხალბატონო, მესმის. შორენა მომიწმინეში რომ ნარკოპოლიტიკის კანონის გამკაცრება ჩემის აზრით აუცილებელი და საჭიროა. რეალიზატორებისთვის უნდა გამკაცრდეს კანონი. და მომხმარებლებისთვის კიდე მომხმარებლებს უნდა უკურნალონ იძულები თუ ისინი არ მოინდომებენ საბჭოთა კავშირის დროს ასე იყო იძულებით მიყავდა და თუ არ მიდიოდნენ მე აჯარიმებდნენ ნუ მათი წინააღმდეგაც უნდა გამკაცრდეს სხვანაირად არ გამოვა ჩემო შორენა ნახევარი პარლამენტი ჩვენი ჩვენ კარგად იცი მორფინისტებით იყო გადაჭედილი
ეს მარტო ჩვენთან კი არ არის ეს პრობლემა. ეს მთელი მსოფლიო მასშტაბით არის. ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრათ და თუ ჩვენ ახლა არ მივიღებთ ზომებს, შეიძლება უფრო გავუარესდეს სიტუაცია. გმადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის 557 88 55 88 ველოდებით შემდეგ მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება. რატი იონათამიშვილი აღნიშნავს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან და ასევე გარდამტეხ როლს შეასრულებს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მსჯელობდა. იმსჯელებს ასევე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს პროცესი ჯერჯერობით აქტუალურია, სანამ არ დაკანონდება, ასე რომ ვთქვათ, 2025 წლის ივნისის დასაწყისია ფაქტობრივად პერიოდი, როდესაც ანუ ფაქტობრივად ბევრი საკითხი ექნებათ უკვე განხილული და საბოლოოდ გადაწყვეტენ თუ რა სახის ცვლილება შევა კანონში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი პირდაპირ ეთერშია და შემდგომ როგორც ოპოზიციის, ასევე პოზიციის პოზიციას შემოგთავაზებთ. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობათ, განვატონე. ისაუბრეთ, გამარჯობა. გამარჯობათ. ეხლა ფაქტიურად ესე იგი, რაც მე უნდა მეთქვა, წინა გამოსვლებმა თქვა ბრძანა, გამიგეთ? და ეხლა მე ახალგაზრდა რო ვიყავი, მქონდა რამოდენიმე შემოთავაზება. მაგრამ აი უბრალოდ ჩემმა ორგანიზმმა არ მიიღო, გამიგეთ? შეიძლება ეს გავხსარიყავი ჩვეულებრივად ნარკომოხმარებელი. რითი თქვა მინდა, იცით? აი სააგიტაციო მუშაობა უნდა ჩავატაროთ ისეთ ხალხთან, რომელსაც უკვე ფაქტიურად აღარაფერი აღარ შველის. თვითონაც იციან უკვე ისინი აღარ ექვემდებარებიან განკურნებას, გამიგეთ? მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტებაა, როდესაც სრულიად ახალგაზრდა 15-16 აი ესე იგი აი თინეიჯერ ბავშვებს პატარებს, რომ ესე იგი ამისკენ უბიძგებს და რაც შეეხება ციხეს და დაჭერას, ეს უკვე ძალიან რთული საკითხია იმ გაგებით, რომ ეხლა პირადად აი თუ გნებავთ ავტობუსში ვებრძდებოდი, მე-8 კლასში ვიყავი, გამიგეთ? საკმარისი იყო ჯოს ერთი ლაპასი და ბავშვი ყველა ეწევოდა, იცით? და იძულებით დავიწყე სიგარეტის მოწევა. და მოხდა ერთხელ ასეთი რაღაცა. მუშაობ სახლში, ეხლა განათლება და ის მე არ მაკლია, მაგრამ ცუდად გავხდი 3 საათი იყო გასული, რაც სიგარეტი არ მქონდა მოწეული, გამიგეთ? და შემთხვევით ვნახე ვიღაცის გადაგდებული მუშის, აი რაღაცა ბაბათი ერთად ფიჩოქს რო უზახია, პატარა. და ულვაში, მაგრამ ულვაშზე წამეკიდა ცეცხლი ვინ ჩიოდა გადავში, გამიგეთ? და აი მაშინ თქვი, ვინც გაამწყონოს აი ესე ვით, მაგრამ არ უნდა დაიწყონ, არ უნდა მიეჩვიონ. აი ჩვენი მუშაობა ძირითადად ამაზე უნდა იყოს გადატანილი და ნუ ძალიან კარგი იქნება. მე მესმის ყველას, ვის უნდა რომ ნარკომანი ყავდეს, ან შვილი, ან შვილიშვილი, მით უმეტეს ან ჩვენ მთავრობას, რომლებიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს და ხალხმა ნორმალურად იცოცხლოს და აი ეს იქნება ჩემი სათხოვარი. ცოტა ამას უნდა ისეთი ხალხის მიწვევა, რომელმაც აი თვითონ უშუალოდ თავის თავზე გამოცადა ეს და იმდენი მეგობრები მაკლია, ახლა ბავშვობის დროს ზოგი ეწევოდა, ზოგი არა, მე საკმაოდ ასაგიმად. და ერთხელ ნახე, მაშინ ლენის მოედანი ქვიოდა მეტროს, ეს წერში მოხრილი ყოფილი კალადბურსელი კაცი. და ვკითხე, არ დაქორწილდით ხო და ჩემზე 5 წლით უფროსი იყო. მე უკვე დიდი შვილები მყავდა და ის კიდე ერთ თვეში გარდაიცვალა. ბაბათ ეკერემეთა ქვიოდა, ეკერემეთასთან მივდივარ, პრეხანოვზე თავარი, აი ესეთი რაღაცები იყო და ეს მე ვიცი და ამას უნდა უფრო ხმა ჩაწუდომა და არა ისე, როდის იყო ცემით, ტყეპით და ციხით ადამიანი გამოსწორდებოდა. კი ბატონო. გამიგეთ? კი, აი ესეა, შემოდაიღო და შემოშვილო. დიდი მადლობა. მადლობა. თქვენ დიდი მადლობა ზარისთვის, სურვილისთვის, რომ გვირეკავთ საკონტაქტო ნომერზე 55788 და თქვენს პოზიციას ესე საჯაროდ ბრძანებთ. საუბრობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, იცით რომ მკაცრდება ნარკოპოლიტიკა და რა წერია ახალ კანონში, რომელსაც ოპოზიცია
პოლიტიკურ ფარისევლობად თulis, იცით ასევე რომ ქართული ოცნება მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით ცვლილებები 8 სხვადასხვა კანონში შედის, იზრდება ასევე თავისუფლების აღკვეთის ვადები და მკაცრდება ზომები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ამ ინიციატივის გამოჩენა ცინიზმია, რადგან მსხვილი ნარკორეალიზატორები სახელმწიფოს გარეშე ვერ ფუნქციონირებენ, ხოლო ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ერთადერთი დანიშნულება მუდმივი უკმაყოფილების გამოხატვა. რას ფიქრობს მაყურებელი, შესაძლებლობა გაქვთ რომ პირდაპირ ეთერში ისაუბროთ და გისმენთ ჩვენს რა თქმა უნდა გამარჯობათ. გამარჯობათ, ისმის ჩემს რა. დიახ, მესმის, კი ბატონო, ისაუბრეთ. ერთი რა მაინტერესებს, ახლა უსმენ იმას და კარგია ხა მიმართულებით. როგორ უკაცრავად? ძალიან კარგია მე ეს გადაცემა რომ ეკავსები რა, ნარკოტიკულ პოლიტიკაზე. მე ახლა რო თქვა რომ მოხმარებელი ვარ, მოხმარებელი. მაგრამ უკურეთ ახლა ციხე ჩვენთვის არ არის გამოსავალი. არ არის სახელმწიფოს ისეთი სისა რომ მივიდე და უკურნალო ახლა რაც არის 4000 5000 ლარი მიზდება უკურნალობა და არა გვაქვს ეს მოხმარებლებს ვარჩენა საგანება რომ ახლა ფულები მიიხადოს. შეგვიწყოს თავრობა რკელი ჩვენსა რომ გადაგვაგდებინოს ეს ისა რო აღარ მოვიხმაროთ და დაგვეყვალოს. ციხე საათასიც გქონდა ეს ციხე მაგრამ რა გააკეთა შედეგი რა მიიღე. დიახ, ანუ ნახეთ თან რა არის აღსანიშნავი რომ თქვენ ბრძანდებით თქვათ დამოკიდებული და გსურთ რომ იმკურნალოთ, მაგრამ ამის საშუალება არ გაქვთ ხომ რეალურად? არა. არ არის, არა მაქვს ხო ჩემოდა 5000 ლარი მართლა არა მაქვს. ყველაზე იაფიანი არის და ვიცი ეგეც გააგიჟეს ბიჭები აზალეთი ისაცმევენ 2700 ლარი ხდება. დიახ. სამწუხაროა ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, პოზიციისთვის. ძალიან რთულია, როდესაც ასე ნახეთ საჯაროდ საუბრობს ბატონი, რომ სურს იმკურნალოს, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება და ვიცით არაერთი ფაქტი ხომ, რომ ვინც აქტიურად მოიხმარს ამ ნარკოტიკულ საშუალებას, საუბრობთ მარიხუანაზე პირობითად, ძალიან ბევრ უარყოფით იწევს დაპირისპირება ოჯახში და არა მხოლოდ ურთიერთობების დაძაბვა, რა თქმა უნდა, სამეგობრო წრეში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ ახლავს თან და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ადამიანს სურს გამოჯანმრთელდეს და აღწიოს თავი აი ამ დამოკიდებულებას, მაგრამ სახელმწიფო რას თავაზობს ციხეს თითქოს და ჯანსაღი ცხოვრებისთვის დაუნდობელი სიმკაცრე, რომელიც გამოიჩინა და არა თქვაც რეაბილიტაციო ცენტრების განვითარებას, გაზრდას, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ და აღწიონ თავი აი ამ დამოკიდებულებას. კითხვა ნამდვილად ლოგიკურია ის რომ თქვათ რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით სახელმწიფო და რატომ თქვათ გარკვეული შემსუბუქების შემდეგ ასეთი დაუნდობელი სიმკაცრე მართლაც რომელიც ძალიან დიდი სასჯელები აქვთ რომელსაც არ ვიცით ყოველ შემთხვევაში სისრულეში მოიყვანენ თუ არა ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. შემდეგი მაყურებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში, გამარჯობა, თქვენს გისმენთ ყურადღებით. გამარჯობათ. არის კომუნისტებს ესეთი ჯუში ყველა კომუნისტები ისიყო, მაგრამ კომუნისტები დროს მუშაობდა, ბავშვთა ოთახი მუშაობდა. იყო ესე ინსპექცია იყო თუ რაღაცა იმაზე ქალაქების უყურან იყო. ამოძებენ ახალგაზრდა ზოგი სკოლიდან გამოდიოდა და სამიდიოდა კაცის მიმარჯვება და ბავშვთა ოთახი უშოვდა. არა, ბავშვთა ოთახი აღარ არის, ინსპექტორები აღარ არის, ინსპექტორები იყო სხვაგან რაიონებში, ქალაქებში და ახლა ყურადღება ახალგაზრდა. არა, არა, ვაშლია ყველაფერი. ვაქირისტენ დალინა ყველაფერი მაგრამ არავინ არ არის ყურადღება. კარგი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის გავიგეთ 557 88 95 შეგიძლიათ დაგვირეკოთ, შემოგვერთდეთ რას ფიქრობს მაყურებელი. დიახ, გვირეკავთ 557-88-95-98-ზე და ვსაუბრობთ საკითხზე, არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაფხრელად. საინტერესო პოზიციებს ვისმენთ ნამდვილად მაყურებლის მხრიდან.
მე შეგახსენებთ ასევე რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვინც რადიო საშუალებით გვისმენს რადიო სიხშირე FM 105 და 1. დიახ, შემდეგი მაყურებელი ხაზზე გვყავს, მოგესალმებით, თქვენს გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობა, ისმით შემეხმა. დიახ, მესმის ისაუბრეთ. გასაგებია შემოგარგო რომ ნარკოტიკები საშინელებაა, რა თქმა უნდა ადამიანი ავადდება, მაგრამ აქ რეკავდნენ რომ ციხი არა ის არა საერთოდ ცოტა სასჯელი თუ არ იყო მაშინ რა იქნება სულთლიანად რომ მიუშვან ხო არ ივარგებს არა და პირდაპირ მაკვირვებს ნარკოპოლიტიკა გამსაგებლებს მაგრამ რაიონებში სოფლებში როთესავენ მინდვრებში და მოყავთ მათზე რა სასჯელი იქნება აი მოყავს ხანს მთელი უბანი ეწევა ის თავის სიამოვნებისთვის ეწევა და იკეთებს ნარკოტიკებს მაგრამ სხვასაც რო უშლის ხელს ვეღარ ხვდება რასეუბნევ ადამიანს და რა როგორ კადრობს ხვის იმათ რაღაც სიტყვებს. აი ეს მაინტერესებს, აი მომყვანს რა საჯელი მომყვანს, ვით თესავს და მოყავს. რა თქმა უნდა ციხი არ ასწორებს ადამიანს, მაგრამ სულ არ იყოს არაფერი საჯელი, მაშინ რა ნახოთ რა ხდება. თქვენ დაგინახიათ ქუჩაში პატარა 19 წლის ბიჭები როგორ ეწევიან სიგარეტს? აი ესე არა სამწუხარო რეალობა გვაქვს ნამდვილად ქვეყანაში. მადლობა თქვენ ძალისთვის და აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვინც დაკავშირებული იქნება ნარკოტიკულ საშუალებასთან, ახალი რეგულაციით, ასე ვთქვათ, ახალი კანონით, რომელიც სისრულეში იქნება მოყვანილი, დაახლოებით ეს იქნება 2 თვეში ხომ, ვინაიდან ახლა მსჯელობენ რადიკალურად შეცვლის სურათს. მადლობა თქვენ ძალისთვის და გემშვიდობებით 557 95 95. სწორედ ამ ნომერზე გვირეკავთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მოამზადა ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს და ბატონმა აღნიშნა, რომ მას ის ვინც ასე ვთქვათ თესავს და რაიონები გულისხმობ, მოჰყავს ეს მარიხუანა, რა სასჯელიელით, სასჯელი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რაიმე ფორმით იქნება დაკავშირებული ნარკოტიკულ საშუალებასთან, ახალი კანონის შესაბამისად სასჯელი საკმაოდ მკაცრი და როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, დაუნდობელი იქნება. შემდეგი მაყურებელი გვირეკავს, მოგესალმებით, თქვენს გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ, შეგიძლიათ ისაუბროთ პირდაპირ ეთერში ხართ, გვირეკავთ 557 კეთილი, რამდენიმე წამში შემოგვერთდება. შემდეგი მაყურებელი, მანამდე შეგახსენებთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, გამოკითხვის ფორმატის, თავისუფალი ეთერი და ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ აღნიშნულ საკითხზე, არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაბრალად, ასევე საინტერესო იქნება, არის თუ არა მოზარდებში ნარკოდამოკიდებულების პრობლემა. ბატონმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები და სხვათა შორის არ აქვს მნიშვნელობა სქესს, როგორც თქვათ, მოზარდებში არასრულწლოვანი ბავშვები, გოგო-ბიჭები არაერთი შეგვინიშნავს, მეც პირადად არაერთი მინახავ სამწუხაროდ ქუჩაში, რომელიც მაგალითად მოიხმარს სიგარეტს და არ ვიცი კიდევ რას ნამდვილად. რას ფიქრობთ, როგორია თქვენი პოზიცია, რამდენად ამართლებთ ქართული ოცნების იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება. დავაუვლოთ შემდეგ მაყურებელს, რომელიც ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მამუკა დინარაძე ვახსენეთ ჩვენ და ისევ გავყვეთ, ასე ვთქვათ, მის პოზიციას. მან ბრიფინგზე ისაუბრა, რომ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულებასთან დაკავშირებით ძირითადი საკითხები იქნება განხილული, რაზეც შეჯერდებიან და საბოლოოდ გადაწყვეტილებას ვიხილავთ, რომელიც უკვე დაკანონებული იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და ასევე გარედან თავს მოხვეული მიდგომების ნაწილი და ეგრეთ წოდებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანის ფსიქიკას, მათ ჯანმრთელობას, ასევე გენოფონდს და არაფერი შეიძლება იყოს უფრო ანტიეროვნული, ანტიქართული, ვიდრე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული ძალიან მძიმე შედეგები. საუბრობს დინარაძე და სწორედ რომ აი ეს მძიმე შედეგები არ დადგეს, ცდილობენ პრობლემა რაიმე ფორმით, აი ეს ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი სასჯელის შესაბამისად პრობლემა რაღაცნაირად დააბალანსოთ
და პრობლემა აღმოფხრან. მაყურებელი შემოგვიერთდა, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გადადონო. დინარაძე და მათიკაშვილის მიერ გატარებული პროგრამა არ შესრულდება ან არა. მე მახსოვს, ძლიერი გაცევა, კომუნისტების დროიდან მოყოლებული ფონიჭალაში ყოველთვიურად 10-20 კაცი ჭირავდა რეალიზატორებს. რეალიზატორებს სამუდამო პატივებს აიძიდნენ, ვითამ 20 წელს. მეორე ერთვის მე ყველა გარეთ იყო. ახლაც ასე არის. იქ შეახვენა გორდიგები ფული კეთდება იქიდე და ახლა მათიკაშვილს უნდა და იმას დინარაძეს გაასწოროს ქვეყანა. ესა ტყვილი მაიმუნობა მეტი არაფერი. რაც ცხოვრობს საფონიჭალაში ამდენი რეალიზატორი კომუნისტებიდან მოყოლებული იჭირავენ და კიდევ უამრავი არიან. არის ცერესენი, თვითონ იციან ყველაფერი, თვითონ არიან წილებში ჩავიზარი. მეტი არაფერი. გასაგებია სრულიად თქვენი პოზიცია ნახვამდის 557-88-95-88 გვირეკავთ და თქვენს გამოთქვამთ თქვენს აზრს, მიესალმებით თუ არა ქართული ოცნების ახალ ინიციატივას, რაზეც უკვე ფაქტობრივად აქტიურად მუშაობს. მაყურებელს უსმენთ პირდაპირ ეთერში, დიახ, რომელიც რამოდენიმე წამში შემოგვერთდება. მათიკაშვილი ახსენეთ და ამიტომ მოდით მეც განვაგრძობ. ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება, ეს გავიგეთ გასაგებია, ის ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგნი არიან, ასე ხსნის ქართული ოცნების წარმომადგენლობა აი ამ ახალ წინადადებას. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელს უსმენთ, მოგესალმებით. გამარჯობათ. კარგით, კვლავ დავალოდოთ შემდეგი მაყურებელი, რომელიც შემოგვიერთდება. ჩვენი დღევანდელი თემა იცით, არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაფხრელად. გუკავშირდებით აღნიშნულ ნომერზე, რომელსაც ასევე ტელემაყურებელი მონიტორზე ხედავს და ასევე საინტერესოა, არის თუ არა მოზარდებში ნარკოდამოკიდებულების პრობლემა. როგორ ხედავთ თქვენ იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება? მაყურებელს უსმენთ, მოგესალმებით. მოგესალმებით, გენაცვალე, გამარჯობათ. დიახ, გამარჯობათ. ეხლა რა თქმა უნდა, ეს კანონი კარგია თუ გაამკაცრებენ, მაგრამ ეს ახალგაზრდობა უკვე რომ მიჩვეულია და დაავადებულია. მთელი გენი ფონდი თუ ციხეში ჩაყარეს და ამოანწურეს საქართველოს ხანდაზმულები ხარ მოაშენებენ შვილო და ხარ გააჩენენ შვილებს. ამიტომ უნდა ასეთი ბავშვები, ასეთი ახალგაზრდებს გაუხსნან კლინიკა, მხოლოდ მეტადონით არ უმკურნალონ. მეტადონი ანგრევს ყველაფერს ორგანიზმში, ღვიძლიდან, ძვლიდან, ელენთიდან, გულიდან, სისხლძარღვიდან ყველაფერს. ეს არ არის მკურნალობა. რაღაც სხვა წამალი შემოიტანონ ისეთი თვითონ არა, რომ ბავშვებს უმკურნალონ და არამთუ 20 წლით ციხეში ჩასონ და 5 წლით ჩვენი მომავალი თაობა. ძალიან რთული ის დაუკანონებიათ. მამუკას თავის საქმე ვერ გაუგია და ამას აკანონებს? ესენი არიან შვილებს დე-ფაქტო ხელისუფლება და მაგათი კანონი არსად არ უნდა გავიდეს. ეს არის ახალგაზრდების დაღუპვა პირდაპირ. როგორ შეიძლება ჩვენი ახალგაზრდები ვიცით, სოფლებში თესავენ, მარიხუანას მოჰყავთ, მთელი ახალგაზრდობა ეწევა. მას ყველა უნდა ჩაყარონ ციხეში, მას გაჭირებული ოჯახიშვილი უნდა 60,000-ით და ჯარიმონ და ანუ 20 წლით ჩასვან არ არის სწორი. კანონი მიიღო როგორც რიგი და წესია და ისე დავეხმაროთ ასეთი დაავადებულებს. მე თვითონ შვილო მედიკი ვარ, ვიცი ყველაფერი ამ ხრიდან, ისე უმკურნალო ამ ხალხს როგორც შეეფერება და შეიცოდონ თავიანთ ახალგაზრდობა. დიდი მადლობა
შორენა შვილო თქვენ. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო ზარისთვის, აქტიურობისთვის, ძალიან საინტერესო პოზიციას ვისმენთ მაყურებლის მხრიდან, ლოგიკურს და რა თქმა უნდა ჯანსაღს, იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ რომ პროცენტული თვალსაზრისით რომ გადავხედოთ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკულ სხვადასხვა საშუალებაზე, ხომ? და მაშინ როდესაც კიდევ იგივე საუღნიშნავთ ფაქტობრივად, როდესაც ცდილობს სახელმწიფო გუნდი რომ გაამკაცროს კანონი, აი ამ ნაწილში, რატომ არ საუბრობს პარალელურ რეჟიმში აქტიურად იმასთან დაკავშირებით, რომ საარეაბილიტაციო ცენტრების, ვთქვათ, პროექტირება, შემდგომ მშენებლობა რაღაცნაირად განვითარდეს ეს მიმართულება და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ კურნალობის ჩატარება. ის ცენტრები, რაც არის ძალიან მცირე რაოდენობით ფაქტობრივად, რაოდენობაშიც კი არ შეიძლება რომ ჩაითვალოს, შესაბამისად პრობლემა ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ჯანსაღ წესზე, როდესაც საუბრობს აი აქ ხელისუფლება ამ დროს, ალბათ უფრო არარეალურია ეს, შეუძლებელია უამრავი ადამიანი, როდესაც უკვე დაკანონდება ეს ცვლილება, აღმოჩნდნენ თქვათ საპატიმრო დაწესებულებაში და არა საარეაბილიტაციო ცენტრში. პრობლემა უფრო მეტად გაფართოვდება. მაყურებელს უსმენთ პირდაპირ ეთერში, გამარჯობათ. როგორია თქვენი პოზიცია? მოვისმენთ, ბუნებრივია. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. ჩემი აზრი ასეთია, რომ მე თვითონ ადრე ახალგაზრდობაში მიწევდა ასეთ შეცდომების დაგდება და მახსოვს როცა ამ კანონზე ვეკითხებოდი ერთ ჩემ მეგობარ ნარკომანს რომ მე უთხარი შენ მეთქი რატო არ მოგწონს ეს კანონი მეთქი რომ ასეთი მძიმეა საშიელები მეთქი და გამითხრა იცით აბა რაო კაცო ასე ციხეში ასე უნდა ციხეში ჩავსვათ რომ ეს ნარკომანებიო ეს ცოდოები არ არიანო და მე შევეკითხი აი შენი ყველაზე საყვარელი ძმისშვილი მეთქი ძმისშვილი ყავდა ამ ნარკომანს რომელიც გაზარდა თვითონ დიახ რომ მეთქი ახლა ნარკომანი გახდეს მეთქი რითი უშველიდი მეთქი და რითი უშველიდიო იგიო 6 თვე ჩავკეტავდი ოთახშიო მე უთხარი ეგ არის ქიშეთ მე უთხარი შენ რო 6 თვე ჩაკეტე ოთახში იმიტომ კი არ ჩაკეტე რომ გძუ შენი ძმის და შური იცდიე სხვანაირად ნარკომანს ვერ უშვები მას იზოლაცია ჭირდება დასაგებია მკურნალობა საარეაბილიტო ცენტრები ეს მილიონერები ვერაძლევენ თავისუფლებას ასეთი ნიშნებით და პლუს ახლა მე თუ ნარკომანი ვარ და ვიცი რომ სადღაც დამაწვენენ მომივლიან ყოველდღე გამომიცვლიან კომფორტულად ვიქნები რო დავანებე მე ისევ დავიწყებ დავანებებ ისევ დავიწყებ და კი მოხდები ჯოჯოხეთში და მე ვფიქრობ უნდა გამკაცრდეს ეტაპობრივად შეიძლება ეგრევე ყველა არ დაიჭირო ვინც ახლა მარიჰუანას თესავს მაგრამ ვადას რომ მისცემ ადამიანს ეთქვი რომ რაღაცა ვადა იქნება მე როდა დაიჭირო მაგრამ უნდა ქნა აბა სხვანაირად არ გამოვა ესენი ეს ნარკოტიკები გუპავი მომავალს და ჩემი აზრით უნდა გავამკაცროთ რა გასაგებია, დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის. აი ესეთი პოზიციები გვესმის საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ძალზედ მცირეა იმ აზრის და იმ ადამიანთა ხმის, ვინც დღეს შეძლო გასული 50 წუთის განმავლობაში დაკავშირება ობიექტივის მღია ეთერში. მადლობა ყველა იმ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს, ვინც გვეკავშირდებოდა. მე შეგახსენებთ, რომ საუბრობდით საკითხზე, არის თუ არა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად და ფაქტობრივად ერთხმად ვგებულობთ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და სულ სხვა მიმართულებით უნდა იმუშაოს ხელისუფლება. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ყოველ შემთხვევაში ივნისის თვეში უკვე ბევრი რამ იქნება ჩვენთვის ყველასთვის ერთად ცნობილი და დაველოდოთ ისევ და ისევ. მადლობა ყველა მაყურებელს, მე შორენე ჭაურელი დაგემშვიდობებით, გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოწურულია, შესაბამისად, მომავალ ოთხშაბათს ისევ 4:30-ზე თქვენთან ვიქნები, ასე რომ ნახვამდის.